TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. გამარჯობათ, მე ვილაპარაკებ უცნაურ თემაზე, მარტოობის სიყვარულზე. სული იზრდება მარტოობაში, ფრაზა არის ოთარ ჭილაძის ლექსის, მაგრამ ამ ფრაზას ერთი რაღაც აკლია, იგულისხმება, ვფიქრობ, სული იზრდება მარტოობაში. და მინდა სპორტით დავიწყო, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება მარტოობასთან ამ საკითხთან, და ვფიქრობ, ეს არ არის მარტო ჩემი საკითხი, მეგონი ზოგად კაცობრიული საკითხია. სპორტთან დამოკიდებულებით დაიწყო, ვფიქრობ. მე ჩოგურთელი ვიყავი, სხვა ტიპის სპორტი არის. ჩემთვის ეს სპორტი იყო, ჩემი სულის გამოხატულება, იმიტომ რომ ეს ისეთი სპორტია, სადაც მხოლოდ შენ თავზე ხარ დამოკიდებული. შენს მარიფატზე, შენ ვარჯიშზე, შრომის მოყვარებაზე, ოცნებაზე, რა დროს ატარებ ოცნებაში, იმაზე რომ ჩემპიონი გახდე. ბოლო-ბოლო ის კი არ იგებს ჩოგბურთში, ვინც უფრო სწრაფად დარბის, ან უფრო ძლიერ ჩაწოდებას აკეთებს. მე მგონი ის იგებს, ვისაც უფრო ძლიერი ოცნება აქვს. გადამწყვეტ მომენტებში ძლიერ ოცნებიანები იგებენ. ამ ოცნებას ჩამოყალიბება უჭირდება ზუსტად მარტოობაში, შენ და გაზარდო ეს ოცნება შენში, არა? ამიტომ მეც ეს ოცნება მქონდა, რომ გამختارიყო, რა თქმა უნდა, უიმბლდონის ჩემპიონი. უიმბლდონი სხვა არის, ბალახის კორტის მოგება, ცხოვრებაში არ მითამაშია ბალახზე, მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო, უიმბლდონის ჩემპიონი, ბორგის სურათი სადმე დაიბეჭდებოდა და ეს იშვიათად ხდებოდა, იმიტომ რომ ბურჟუაზიულ სპორტად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში და მაინც აფიშირებული არ იყო, ვერც ნახავდი ჩოგურთის რეპორტაჟებს და ვინახავდი ამას, ლელოში თუ დაიბეჭდებოდა სურათი ბორგის და მე შევხვდი სხვა შორის ბორგს შენ წინა წელს ჩამოვიდა აქ დამირეკეს მეგობრებმა ბარიდან ბორგი აქ არისო მე ვფიქრე ჩემი ნახვა უნდა ეთყობა და იმიტომ მიერეკავენ და მესამე დარეკვაზე ამ თვრალმა ჩემმა მეგობარმა მითხრა მოდი ნამდვილად არის რაღაც გამკრა შეიძლება 0.1% იყოს მეთქი მაგრამ მივედი ხედავ პირველი დავინახე ალექსანდრე მეტროველი და მივხვდი ნამდვილად ბორგიც იქნება მეთქი შემდეგი კადრი იყო გრძელთმიანი ბიორნ ბორგი და გამოველაპარაკე ის 10 წუთი ჩემს იყო რა ძალიან დიდი ბედნიერა უთხარ იმ კორზე ვარ ნათამაშები იურმალაში სადაც თქვენ მეტროველს ეთამაშით მეთქი და ანგარიშიც კი ახსოვდა როგორ მოუგო მეტროველს არ ახსოვდა ეს ანგარიში და უსიამოვნო მოგონებები იყო, ხო? მაგრამ ჩოგურთად, მაგრამ კი ძალიან ინდივიდუალური სპორტია, ხო? შენზე ხარ დამოკიდებული. წყვილები არ მიყვარდა, იმიტომ წყვილში ვიღაცაზე ისევ ხარ, ვიღაცა შეგიძლია გადააბრალო, აქ ვერავის ვერ გადააბრალებ. შენ მარიფატზე, შენ დამოკიდებული ბედთან. მე ასტრუქტურები, შენი ღირსების სტრუქტურები, არსებობს სპორტული ღირსება, ხო? შენ რეიტინგში ხარ, დაუშვათ მე-10 ნომერი ხარ, იცი ის 9 რატო გიგებს, რატო გისწრებს, შენ მუშაობ შენ თავზე, ასტრუქტურებ შენ ცხოვრებას, რომ იმათ გაუსწრო. ანუ სულ მუშაობ საკუთარ თავზე, სულ ფიქრობ და ეს ისევ ამ სპორტული ღირსების სტრუქტურებს ავარჯიშებ, ამ კუნთებს, ხო? რაც კუნთებს ოცნების კუნთები ვთქვი და ასევე რეალურ კუნთებსაც, ხო, რეალურ ფიზიკურ ვარჯიშებს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ დამყვებოდა, რომ ეს გაუცხოების განცდა, რომ არის თუ არა სპორტული ღირსება და ადამიანური ღირსება ერთ და იგივე, ხო არა ეს სუროგატი ღირსება. იქნებ სხვა რაღაცა არის ადამიანური დანიშნულება, ამიტომ რაღაც გაუცხოება სპორტთან სულ მქონდა. შეიძლება იმიტომ დავანებე ჩოგბურთს თავი რომ მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდე იყო და ჩოგბურთის სპორტი არ ითვლებოდა პროფესიად შეიძლება ცოტა ადრე რომ დაშლილიყო საბჭოთა კავშირი ჩოგბურთელის გამختارიყავი, მაგრამ შემთხვევითობის ზალით, არ ვიცი, არ მგონია. მე მგონი უფრო რაც განგებისმიერი გრავიტაცია არსებობს რაღაცა, რომ შენ შინაგანად უკვე რაღაც ისე აღარ გინდა, როგორც აქამდე გინდა. მთელი გულით იქ ვერ ახარ, იმიტომ რომ უფრო მეც ხედავ რაღაც, ხო არ გონი არ ხო არ კარგავ რაღაც დროს. იქნებ ამ მარტოობაში სხვა ოცნებები უნდა ჩამოაყალიბოთ, არა მხოლოდ სპორტული ოცნებები. რაც ამდაგვარი განცდები მქონდა და ჩავაბარე, ამიტომ ფილოლოგიურზე, არავისთვის არ მიკითხავს, ეს ოჯახის ტრადიცია არ იყო და ფილოლოგიურზე ვფიქრობდი ეს კლასიკური ფილოლოგია, ჰომეროსი, პინდარე, სოფოკლე, იქნება ამათ აქვს ეს პასუხები, რისთვის ვარსებობთ, ის ზოგადი ეს საკითხები, რომ არ ქონდეს გაუცხოების განცდა ჩემს ცხოვრებასთან, ხო? რაღაც ამდაგვარი იდეები, ეს არ ვამბობდი, ეს ფილოსოფიურ საკითხები თუ არ გატაცებული. ფილოსოფია მეგონა რაღაც ისეთი ტერმინოლოგიის რახარუხი, რაღაც სოფისტური რაღაცები, სტერილური რაღაცა, ცოდნა ტერმინებში ლაპარაკი, რომელსაც ვერავინ ვერ გაიგებს. მაგრამ ერთხელაც აქ იყო მერაბ მამარდაშვილი და პირველ კურსზე ვიყავი და დავესწარი 3 ლექციას და ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილი. თავიდან მივიდე სკეპტიკური განცდა რაღაცას დაიწყებს ას თეორეტიკოსობას, უცებ აღმოჩნდა რომ ყველაფერი გავიგე. რასაც ამბობს ყველაფერი მესმის, იმიტომ რომ
ხო, აი ცხოვრების რაღაცებს ლაპარაკობს. თურმე ფილოსოფია არ ყოფილა ბევრი წიგნი რო წაკითხავს. და რაღაცა და არ ახარუხებ რაღაცა ონტოლოგია და ეპისტემოლოგია ასე ტერმინებს. არა, თურმე ყოფილა რომ აი მარტოობის გაბედვა რომ შენ დარჩე მარტო შენ თავთან, კონდეს ჩვევა მარტო საკუთარ თავთან დარჩენის და გაბედო შენი ფიქრი იფიქრო და არ იფიქრო ის ფიქრი რაც ზოგადად მიღებულია მაგალითად, რაც ყველა რო ფიქრობს, ას ინერციას არ აყვე, დადგე შენს წერტილში, შენს ყუდრო წერტილში და ამ ინერციის წინააღმდეგაც დადგე და საკუთარი რაც ფიქრები დაბადო. და თურმე ამაში ყველაზე დიდი აზარტი არის. რაც ისეთი რაღაცები თქვა, რაც ძალიან მომხვდა, რეზონირებდა ჩემ თავთან და ძალიან ცხოვრებისეული იყო. თანამედროვე ეს ტკივილთანაა დაკავშირებული, რაც ტკივილი, როგორ ტკივილი, დიდხანს როდი ხარო სავარდელში მეტაფორებით მოყავდა. და მე ადგები და სისხლი აქამდე გაჩერებული ცირკულაციას იწყებს და ტკივა. და ცნობა გაქვს ისევ დაждდე უკან, მაგრამ არ უნდა დაждდე, უნდა ეს ტკივილი გაძლოს. თქოს აი დამოუკიდებელი მარტო ყოფის ტკივილი აი ამაში ჩამოყალიბებ აზრის. წიგნის კითხვაც არ არის აუცილებელი. ანუ თუნდაც წიგნის კითხვა ნიშნავს წიგნის კითხვა არ უბრალოდ საშუალება რომ შენი თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში. წიგნი არის ასე ვთქვათ ხელსაწყო, ისე ოთარ ჭილაძე რო თქვა. ეს ლექსი აქვს ეგეთი ფრაზა, აღარ შემეძლო ამდენი ფიქრი დავკითხულობდი. ანუ შეიძლება წიგნი იყოს გაქცევა ზუსტად აი ამ ფიქრის ტვირთისგან. ამიტომ ისევ ეს გაბედვა ფიქრის, გაბედვა მარტოობის რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხედავდი რომ დეფიციტია ჩემს გარშემო. აი ყიალია, ასე კარტის თამაში, კარტის ბანკოს, რა ვიცი როგორ თქვა, კარტის თამაში, ჯოკერი, წარმოიდგინე ის 90-იანი წლები, სამეგობრო წრე, ყიალი, ჯოკერის თამაში, იქ წასვლა, ხედავ რომ ციბრუტია სულ, არა გაქვს შენი თავისუფალი დრო, ვერსად ვერ ჩერდები. ეს ზესუზერის გამყიდულები უკვე ყიდდნენ ჯოკერის უკვე დახაზულ ამ იმას, სქემას, რომ იქ მარტო სახელები მიგეწერა. ფაქტობრივად ზოგადი სიტუაცია იყო ასეთი. და აი რა ვქნა ამ სიტუაციაში, მე მაკლდა აი დეფიციტს განვიცდი, შიმშილს განვიცდი აი ამ ჩემი თავისუფალი დროის მიმართ. და ერთხელ მახსოვს ჩემ მეგობრმა ბრიჯი ისწავლეს და მე სპეციალურად ბრიჯი არ ვისწავლე, რომ აი გამომეგლიჯა ეს ჩემი თავისუფალი დრო, აი იმ დროიდან მაინც როცა ჩემი მეგობრები წავიდნენ და ბრიჯში თამაშობდნენ. და აი ამ სიტუაციაში რა გამომიშთა რაც გარღვევასავით, რომ აი ბუდაპეშტში იყო სოროს ფონდის რაღაც უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპის და იქ შემეძლო წასვლა პირველი მეორე ნაკადში ვიყავი და ჩავაბარე და საინტერესო იყო რომ დავწერე ეს თავარი მოთხოვნილება ჩემი იყო რომ აი წავალ იქ და მექნება სიმარტოვე. მარტოობის სიმარტოვე და გავიგებ რისთვის ვარსებობ რა მინდა რეალობაში და თავისუფალი დრო მექნება ჩემ თავზე დავფიქრდე. საერთოდ თვითრნავიც მიყვარს რომ მარტო მიფრინავ და არავინ არ გაწუხებს, ტელეფონით ვერავინ არ დაგირეკავს, ძალით გათიშინებენ. აქ შეიძლება გათიშო ტელეფონი, მაგრამ სულ სინდისის ქეჯნის რომ იქნება ვიღაცა ჭირდები და თვითრნავში სინდისიც არ ქეჯნის, იქ მარტო ხარ და კითხულობ იმ წიგნს რაც მინდა თავისუფლად ფიქრობ, არავინ არ გაწუხებს, ოღონდ მარტო თუ მიფრინავ რა თქმა უნდა. აი ეს მომენტია, ბუდაპეშტში რომ მივდიოდი, დავწერე ეს გამოცდა და დამავიწყე საკუთარი სახელის დაწერაზე. და ქალბატონო ვინც იბარებდა გამორიცხვის წესით იცოდა მიცნობდა მე და გამორიცხვის წესით ჩაწერა ჩემი გვარი, თორე ვერ წავიდოდი, მაგრამ ბევრი რაღაცა იქ დიდი გარდატეხები მოხდა, იმიტომ იქ დავიწყე პეტრიძე მუშაობა, მე პეტრიძის თურმე ფილოსოფოსი აღმოჩნდა. ზუსტად ფილოსოფოსი ერთნაირია, პეტრიძე ამბობს, რომ აი შენი ფილოტიმი, ანუ ამბიცია იყოს, რომ დადგე მარტო შენ ფიქრში და დაუდგე ერთ ქმნას, ასე ამბობს, რომ შენ თვითონ იფიქრო შენი ფიქრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხანდახან ჩვენ აი დავდივართ კაფეებში გვაკლია დღეს ქართველებს, მე მგონი ეს მარტოობის კულტურა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა. დავდივართ კაფეებში, ბარებში, რესტორნებში, ხედავთ რომ ისე ხმამაღალი მუსიკაა, რატო არის ხმამაღალი მუსიკა? იქნება იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობა კი არ გვინდა, სიამოვნებაში ურთიერთობა გვინდა რომ სიცარიელე გადავფაროთ რაღაცა. სიცარიელის გვეშინია სიცარიელე დავფაროთ რაღაცა მუსიკით. არა გვაქვს რეალურად სალაპარაკო თემები. რატო არ გვაქვს? იმიტომ რომ ეს მარტოობის სიღრმე არ გამოგვიმუშავებია ჩვენთვის. ერთი ინგლისელი წერალი არის ჯილბერტ ჩესტერტონი და ამბობს რომ რატო არა ვართო რეალურად ერთათო? იქნებ იმიტომ არა ვართ რეალურად ერთად, საკმარისად მარტო ხელები არა ვართო. ნამდვილი ერთობა მათ შორის არისო, ვინც საკმარისად მარტო ხელა არის ჯერო. აი ესეთი მომენტია, კი კაია ჩვენს დროშაზე წერია ჰერბზე, არა ძალა ერთობაშია, ძალიან კაია ჩვენ ერთი გუნდი ვართ, კი ბატონო, მაგრამ ამაში საფრთხეც არის. რაში ვართ ერთი გუნდი, რაში ვართ ერთობაში, ვისი ერთობა არის? ამაში დიდი საფრთხეა. მე ვფიქრობ, აი ნამდვილი ერთობა არის იმ ადამიანების ერთობა, ვინც საკმარისად მარტო ხელა არის, საკმარისად დადგა თავის მარტოობაში, თავის ფიქრები დაბადა, თავის სინდისზე იმუშავა, გათალა ეს სინდისი და სათქმელი აქვს. ამის მერე ეს ერთობა მართლა ისეთი ერთობა იქნება, ხო? აი რეალური კომუნიკაცია, რეალური მდიდარი ურთიერთგამომდიებელი კომუნიკაცია, რომელიც აი ნამდვილ გამარჯვებამდე მიყვანს, არა სუროგად გამარჯვებამდე. აი ზუსტად ასეთ ერთობას მოყვება, როცა ადამიანი ეჩვევა აი მარტოობის კულტურას, თავის
თავში იღმავებს ამ თავის საკუთარ ხედოს. ბედავს დაბადოს საკუთარი აზრები რეალობაზე და რა ვიცი, ყველანაირ რეალობაზე, მათ შორის პოლიტიკურზეც და ზოგადად სოფხედელურზე. ასე მინდოდა მელაპარაკო.